Ambassador, thank you so much for this interview. Thank you for your time. ბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დააწესა ქართველი ოფიციალური პირებისთვის. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? რამდენად ეფექტიანი იქნება ის და რა არის ამ სანქციების მიზანი? Well, it's symbolic and political. Symbolic to show ეს არის სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სიმბოლური რათაა ჩვენოს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკა გაბრაზებულია. თუმცა ვიცით, რომ მათ ეს არ ადარდებთ. სიმბოლურია იმიდომაც, რომ ამას ფინანსური შეზღუდვები არ მოჰყვება. ეს არ არის გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა. შესაბამისად, არავის აქტივები არ გაიყინება. საუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა ამის გარდა ამ სანქციებით ჩვენ ვსაუბრობთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება ქართულ ოცნებას, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა. თუ სწორად მახსოვს, მათი სლოგანი იყო ღირსებით ევროპისკენ. ფაქტზე, რომ არჩევნებიდან მალევე თითქმის ერთ თვეში პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ევროპასთან ასოცირების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, რომელსაც მოსახლეობის მინიმუმ 80% ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზე ამერიკა ამბობს, რომ დაპირება ტყუილი იყო, რომ ეს არადემოკრატიულია, რომ ხალხი ვინც ეს ჩაიდინა არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ჩვენ არ გვინდა თქვენთან საქმის დაჭერა. ფიქრობ, ესაა გზავნილი ქართული ხალხისთვისაც ერთგვარი მოწოდება მათთვის, რომ მათ მთავრობას ისინი არასწორი მიზნებიდან გამომდინარე არასწორი მიმართულებით მიჰყავს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ამ ბოლო გადაწყვეტილებას, ეს ან პოლიტიკურად არასწორი განსჯის და ამპარტავდემის ნიშანი იყო, იმის გაუცნობიერებლობა, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი ამას. ან მას უბრალოდ არ აინტერესებდა რა მოხდებოდა ამას, ან უბრალოდ აშკარა პროვოკაციაა. მას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ თავის დროზე გამოიწვია ჯერ მაიდანი, შემდეგ კი რევოლუცია უკრაინაში. protests and ultimately revolution in Ukraine. ვიცით, რომ კონგრესში იმ ამერიკელ კანონმდებლებს შორის, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობს, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა იმისა, რომ ქართულ მაღალჩინოსნებს დაუწესდეთ უფრო მკაცრი სანქციები. იქნება ეს ფინანსური თუ სხვა ტიპის სანქცია. ორპარტიული მხარდაჭერა კი ყოველთვის არ გვხვდება ბევრ საკითხზე. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ მაინც არ ჩქარობს. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევა სახელმწიფო დეპარტამენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასე? ცდილობს, რომ ამით საქართველოს მთავრობას გარკვეულწილად უკან დასახევი გზა დაუტოვოს. Yeah, that's a great question. ძალიან კარგი შეკითხვაა და მართალი ხართ. მე ვნახე სენატორ ჯინ შაჰინის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები უნდა დააწესოს. ეს ალბათ მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში მოხდებოდა. ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო იყოს. მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ პირადი ეკონომიკური შედეგები სანქცირებულ პირებზე და ან მთავრობაზე. ასე რომ ის, რაც ახლა დაწესდა, არის შედარებით რბილი ნაბიჯი. ესაა გზავნილი ქართველი ხალხისთვის, როგორც უკვე ვთქვი. ეს ასევე არის ის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე, რადგან ამ სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლოა მეტი ხალხი გამოვიდეს ქუჩებში. შესაძლოა პროტესტი უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს. შესაძლოა ამან დემონსტრანტები უფრო გააძლიეროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას იქამდე, ვიდრე ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რათა პრეზიდენტის ლეგიტიმურად არჩევაც მოხდეს. მთავრობა კი ალბათ ეცდება, რომ ის თავისი რეზიდენციიდან გააძევოს. ასე რომ ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტი წინ დახედულია. მათ სურთ, რომ თვითო ნაბიჯი გადადგან. ეს კი საკმაოდ დიდი ნაბიჯია იმასთან ერთად, რაც აქამდე უკვე გადაიდგა. იცით, რომ ნოემბერში ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან. ივლისში კი ამერიკულმა ჯარმა უვადოდ გადადო ღირსეული პარტნიორის სამხედრო წვრთნები. ეს ყველაფერი ქართული ხალხისადმი ძლიერი გზავნილია, რომ თქვენს მთავრობას მიჰყავხართ იმ მიმართულებით, რაც თქვენს 80%-ს არ სურს და პუტინის ბრძანებებს ასრულებს. ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს დაელოდოს და ნახოს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯებს და ყველა შესაძლებლობა ერთდროულად არ გამოიყენოს. ის იტოვებს უფლებას სამომავლოდ გააძლიეროს სანქციები და გახადოს ისინი ეკონომიკური ან კრიმინალური. ასევე ვფიქრობ, ეს არის ამერიკული დემოკრატიის პატივისცემის ნიშანი. ხუთკვირაში ახალი პრეზიდენტი შეუდგება საქმიანობას და მას ექნება შანსი საკუთარი გზა აერჩიოს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა სანქციების გამკაცრება ან სხვა მიმართულებით წასვლა. He will have a chance to chart his own path, whether he wants to ratchet up the sanctions or go in a different direction.
As you know, this is not the first time, though, when State Department is putting visa restrictions. როგორც იცით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს ქართველი ოფიციალური პირებისთვის. თუმცა ამას დიდად გავლენა აქამდე არ ჰქონია ქართული ოცნების ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებზე. როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში ბევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, როგორც ადამიანისთვის, ვინც გავრცელებული აზრით მართავს ქვეყანას, იქნებოდა ეფექტიანი ნაბიჯი. რას ფიქრობთ? Who supposedly is ruling the country will be the most effective measure. What do you think about it? I don't think so. I mean, Mr. Ivanishvili is ასე არ ვფიქრობ. ბატონი ივანიშვილი იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი დედამიწაზე. მას არ ადარდებს დაუწესებს თუ არა ამერიკა ფინანსურ სანქციებს. ის არც ამერიკაში მოგზაურობას გეგმავს. იმ შემთხვევაშიც კი ის, რომ ევროკავშირს დაესანქცირებინა, ფაქტი ისაა, რომ ღია დაპირისპირება უკვე დაწყებულია. სწორედ ამის თქმას ვცდილობ. როდესაც პრემიერ-მინისტრმა 4 წლით გადადო ევროკავშირთან ასოცირების მოლაპარაკებები საქართველოსთვის, მას უნდა სცოდნოდა, ის გონიერი პოლიტიკოსია, რომ ეს ძალიან პროვოკაციული გადაწყვეტილება იყო. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ამერიკის სანქციებს იმდენად ბევრი რამ შეუძლიათ ქართული ოცნების მიმართულებით, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის იმ 80%-ის სენტიმენტების გაძლიერება და გამხნევება, ვისაც სურს საქართველოს ევროკავშირში ხილვა და ამით იმ ხალხის გამხნევება, მათი ენერგიის განმტკიცება, ვინც აპროტესტებს. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი საფასური რისი დაწესებაც საქართველოს მთავრობაზე შეიძლება. სახელმწიფო დეპარტამენტს არ სურს, რომ ქართველი ხალხი დაზარალდეს და ამიტომაც არ სურს დააწესოს ისეთი სანქციები, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ავნოს. ქართულმა ოცნებამ თავისი არჩევანი გააკეთა. ის მუშაობს ვლადიმირ პუტინის საქმეების შესასრულებლად. ამას ანაკლიის სპორტის გაუქმების დღიდან აკეთებს. ის ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ვექტორი გაანადგუროს. ეს ისეთი დიდი და პროვოკაციული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ მგონია სანქციები საერთოდ ადარდებდეთ. თუმცა პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მათ აწესებდეს. Next week there will be a discussion. მომავალ კვირას ევროპარლამენტი, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე სიტუაციას განიხილავენ და არსებობს ცნობები, რომ შესაძლოა საუბარი დაიწყონ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზეც. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან არსებული პოლიტიკის ფარგლებში ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეთანხმებულად იმოქმედონ? Yeah, again, well, I was raised professionally as a მე პროფესიულად გაზრდილი ვარ იმ პრინციპზე, რომ ამერიკა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე. თუმცა პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამ წუთას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, რომ ამერიკის სანქციებს პოლიტიკურისა და მეორადი ეფექტის გარდა რაიმე სხვა ეფექტი ექნება. პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და საქართველოსადმი მის მიდგომას ექნება. ვინაიდან ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გასილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება. ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის, ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურთ თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ. ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რა სიტყვისგან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება. I don't worry so much about that at all. European Union action is the key here. As you see, there are protest rallies. People are. დარწმუნებული ვარ თვალსადევნებთ იმას, რომ საქართველოში უწყვეტი პროტესტია. ხალხი თბილისის ქუჩებშია გამოსული და ამან ვაშინგტონისა და ბრიუსელის ყურადღება მიიპყრო. ჩვენც ამ სანქციების თემას სწორედ ახლა ამიტომ განვიხილავთ. რისი თქმა შეგიძლიათ პროტესტის მნიშვნელობაზე და იმაზე, როგორ პასუხობს მთავრობა მშვიდობიან დემონსტრანტებს. ალბათ იცით, რომ აქციებს შლიან არიან ნაცემი დაკავებული მოქალაქეებიც. რა შეგიძლიათ ამაზე და ზოგადად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თქვათ? Cases of people being beaten up brutally. What can you say about generally the ongoing situation in Georgia right now? Well, first of all, of course, peaceful protests are a critical element of democracy. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიის ნაწილია. ამას ვამბობდით ვარდების რევოლუციის დროს და ამას ვამბობდით მაშინაც, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროტესტი. მშვიდობიანი პროტესტის გარეშე წარმატებული დემოკრატია ვერ იარსებებს.
მინდა თქვა, რომ ჩვენ, ამერიკა, ასევე თანმიმდევრულები ვართ ძალის გამოყენების კრიტიკაშიც. 2007 წელს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა თბილისში გამგზავნა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალის გამოყენება დაფიქსირდა. ზოგიერთი მათგანი უმძიმესად იყო დაშავებული. ამიტომაც ჩემი დავალება იყო, რომ არ ყოფილიყავი მეგობრული და ძალიან ნათლად ამეხსნა, რომ თუ TV იმედი არ დაბრუნდებოდა ეთერში, თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდებოდა და თუ დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმები გაგრძელდებოდა, მაშინ ამერიკა საქართველოს ურთიერთობები შეიცვლებოდა და ამ მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა, რომ მხარდამჭერები აღარ ვიქნებოდით. ეს მაშინ სააკაშვილის მთავრობისადმი იყო მიმართული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიემართება დღევანდელ მდგომარეობასაც. უამრავი ადამიანი ვნახეს სასტიკად ნაცემი, ცხვირგატეხილი. პოლიცია სრულიად შეუსაბამო და არაპროფესიონალურად იქცევა, ისე როგორც დიქტატურის, საბჭოთა კავშირის ტერორისტული რეჟიმის დროს ხდებოდა. იმედი მაქვს, მათ პასუხს აგებინებენ. ისეთი ფორმით ესხმიან დემონსტრანტებს თავს, მიჩნდება კითხვა რაიმე პრეპარატის გავლენის ქვეშ ხომ არ არიან. ეს უბრალოდ შეუსაბამოა ამ პროტესტთან. ასევე შესაძლოა ვინმე ეუბნება პოლიციას, რომ ან დემონსტრანტებს დაესხმებიან თავს, ან მათაც იგივე მოუვათ. არც ამას გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობა უნდა დაიგმოს. მას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში. თავად პოლიციელებმაც შესაძლოა პასუხი აგონ ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერის დიქტატურის წლები დასრულდა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს.